მოგესალმებით, საღამოშვიდობის ტელეკომპანია მზის პირდაპირ ეთერში იწყება გადაცემა გზა ლონდონისკენ, რომელსაც როგორც იცით წარმოგვიდგენს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანიებთან მზესთან და პიკთან ერთად, ასევე პროექტში ჩართულია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ჩვენ ყველანი ერთად ასე ვთქვათ ვართ მოლოდინში ლონდონის ოლიმპიური თამაშებისა, რომელიც სულ მალე თითქმის 1 თვე დარჩა ოდნავ მეტი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე და ჩვენ შევეცდებით რომ წარმოგიდგინოთ ჩვენ გადაცემებში ქართველი ლიცენზიანტები, მათი მწვრთნელები, ფედერაციების წარმომადგენლები და ვისაუბროთ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი საუბრის თემას და ჩვენ სტუმრებს, დღეს ჩვენ საუბრობთ ცურვაზე. ძალიან კარგია რომ საქართველოს ეყოლება წარმომადგენელი ცურვაში. და ეს სპორტსმენი იქნება ირაკლი ბოლქვაძე, ირაკლი ჩვენი სტუმარია დღეს, ასევე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ზურაბ ხომასურიძესთან და ასევე ჩვენი სტუმარი შემდეგ ბლოკში იქნება ირაკლის პირადი მწვრთნელი ხალბატონი ირა მინჟულინა და ჩვენ ასე ვთქვათ ყველანი ერთად ვისაუბრებთ ცურვაზე, ზოგადად იმაზე თუ რა სიტუაცია, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში სპორტის აი ამ სახეობაში და რა თქმა უნდა იმაზე თუ რასელის თავად ირაკლი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებისგან ირაკლი ახალგაზრდა სპორტსმენია ძალიან მან სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა ლონდონის ოლიმპიურ თამაშების ლიცენზია და სწორედ აი ამით დავიწყოთ საუბარი ირაკლი მადლობა ძალიან დიდი ზურა ასევე თქვენ მადლობა ბრძანებისათვის ვიცი რომ ძალიან რთული გრაფიკი გაქვთ თქვენ სულ მალე მიდიხართ ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის რომელიც ბელგიაში გაიმართება თუმცა სანამ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ მოდი გავაცნოთ ჩვენი თავი ასე ვთქვათ ტელემოყურებელს სად აიღე ლიცენზია ვიცით რომ ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთში და როგორ მოხდა რანაირად რა დისციპლინაში გაცურა ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი მოგესალმებით ყველას ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატზე მაისში და გავაკეთე 200 ბრასზე ლიცენზია მე-3 დღეს ვცურავდი ამ დისტანციას მაგამდე მქონდა 200 კომპლექსი რაშიც დავაყარე საქართველოს რეკორდი და მაგის შემდეგ დღეს ვქონდა ეს დისტანცია რაშიც ლიცენზია უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე ლიცენზია. მაგამდე ვიყავით ბელორუსია, უკრაინაში, სადაც მოსამზადებელი შეჯიბრებები იყო საერთაშორისო და იქაც ყველა ბელორუსიაშიც და უკრაინაშიც უახლოვდებოდით ლიცენზიებს. და ეს იყო ჩვენთვის ის რა ქვია რაც შეეხება გარდა ამისა ჩვენ ტელემოყურებელს შევასწავლეთ რომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 221-21 დასვათ კითხვა, დაუსვათ შეკითხვა ირაკლის, გნებავთ ნაკრების თავმჯდომარეს ზურას, ასევე დასვათ შეკითხვა ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო თემაზე, რაც შეეხება რა თქმა უნდა სპორტს და ოლიმპიურ თამაშებს და ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით ყველა შეკითხვაზე გაგცეთ თქვენთვის საინტერესო პასუხი. ირაკლი რაც შეეხება ნორმატივს, რამდენი იყო ნორმატივი, როგორ არის დაუშვათ აი ბრასში 200 მეტრში შენ ლიცენზია შეასრულე, თუ არ ვშტები, მე მგონი ძალიან დიდი ხანია ცურვაში, თქვათ ნორმატივი ოლიმპიურ თამაშებზე, ასე ვთქვათ, არ შესრულებულა, ქონდა ამას მიზეზები, ამაზე ცალკეულად ვისაუბრებთ ჩვენ კიდევ ერთხელ სტუმრებთან. ლიცენზია საქართველოს ცურვას არ ქონია დამოუკიდებლობის როცა დამოუკიდებელი გახდა საქართველო. ეს ნორმატივი იყო შედეგი 2.16-35 და გავაკეთე ეგ შედეგი ზუსტად ეგ შედეგი გავაკეთე და როცა შევხედე ამ ელექტროტაბლოს როცა გავსურე ცოტა შოკში ვიყავი ზუსტად რომ ეგ შედეგი გავაკეთე და რაღაც თავიდან არ მჯეროდა ალბათ რაღაც ღმერთის დამსახურება იყო რაღაც ღმერთის ხელიერია ალბათ რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბროთ კიდევ შენთან ერთად რა თქმა უნდა ყველაფერზე და ზურაბ ხომასურიძე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცურვაში დიდი ხანი არ არის რაც ასე ვთქვათ ჩაიბარე ნაკრები ხო შეიძლება ასე ითქვას და სანამ ჩვენ ზოგადად ცურვაზე ვისაუბრებთ და თქვენ საქმიანობაზე მაინც საინტერესოა თქვათ აი დარჩენილი პერიოდი როგორ გამოიყენებთ იმისათვის რომ ირაკლი მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს ოლიმპიურ თამაშებს და თუ არ ვშტები ეს ერთი ლიცენზია გვექნება ხო მეტი შანსი ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის მოგესალმებით კი ამ ეტაპზე მეტი შანსი აღარ გვექნება იმიტომ 18-ში დაიხურა სალიცენზიო შეჯიბრებები რაც ეხება ირაკლის მომზადებას ირაკლი ძალიან კარგად ვარჯიშობს მაგისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უპირველეს ყოვლისა მის მშობლებს რომ ესე გულით ავარჯიშებენ
მის გვერდით არიან, რომ ყოველდღიურად შეძლოს სპორტსმენმა სრულყოფილად ივარჯიშოს მის მწვრთნელს ქალბატონ ირას და საერთოდ ყველას, ვინც მას გვერდში უდგას. დადუ დარჩენილი პერიოდი, ანუ საინტერესო არის, ვახსენეთ ჩვენ რომ ევროპის ჩემპიონატია იუნიორთა შორის. სადაც ირაკლის მიემგზავრება, ხო? რომის მიდიხართ და კიდე ირაკლის გარდა რამდენი სპორტსმენი მიიღოს მონაწილეობას ამ ტურნირში? 2 ივლისში გაემგზავრებიან სპორტსმენები ირაკლი ბოლქვაძე, დავით სიხარულიძე და თემურ ყობახიძე. ქალბატონ ირინა მინჟულინას მიყავს სპორტსმენები. ფიქრობ ირაკლიმ საკმაოდ ძლიერი შედეგი უნდა აჩვენოს ამ შეჯიბრებაზე. ველით მისგან ფინალურ გაცურვას. ფიქრობთ, რომ ის ფინალში მოხდება აუცილებლად, ეს იქნება დიდი წარმატება, რადგან მსგავსი რაღაც პრეცედენტი ჩვენ არ ქონია ევროპის ჩემპიონატში. ანუ თქვათ, ბოლო სტარტი, ესე თქვათ, ლონდონის ოლიმპიური თამაშებისგან იქნება იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი. სანამ ჩვენი საუბარი გაგრძელდება უფრო საინტერესო თემებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ არ ვშთები გვყავს ტელემაყურებელი, მოგესალმებით საღამოშიდობის. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა მიგერებს ასეთ წარმატებები და საერთოდ სპორტ ფედერაციას და მაინტერესებს რომ აი ესეთი წარმატებული სპორტსმენი როგორ ახერხებს სწავლას და სპორტს როგორ უთავსებს ერთმანეთს. რამდენად არის აი მობილიზებული თქვა მეტსახეობაში სწავლაში რამდენად წარმატებულია თქვა და მინდა რომ მომავალში უსწავლო წარმატებები ჩემპიონატზე და რა ვიცი რა თქმა უნდა ოქროს მედალი. დიდი მადლობა. სწავლას რაც შეეხება, სწავლას ვახერხებდით, მაგრამ ანუ ძირითადად ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს ხოლმე და ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს. გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, დილის 6 საათზე ვიღვიძებთ 9-ზე ვამთავრებთ ვარჯიშს და იქიდან მერე სკოლაში დავდიოდით. დავდივარ ხოლმე და ეხლა წელს დავამთავრე მე სკოლას, სხვათა შორის ძალიან კარგი ქულებით ავიღე ატესტატი. ძალიან კარგი. რომელ სკოლა დაამთავრე? 57 სკოლა დავამთავრე. ხელს მიწოდნი სკოლაში ცოტა რაღაც გასტენები იქნებოდა თუ რაღაც იქნებოდა, ყველა მასწავლებელი ყველა გვერდში მედგა და რა ქვია დავდიოდი ძირითადად მასწავლებლებთან, ანუ ცალკე, იმიტომ რომ ისე ძირითადად სკოლაში ვერ ვახერხებდი მომზადება საატესტატოსთვის, იმიტომ რომ ცოტა რთული არის უფრო და იმათთან ვახერხებდი მარტო სწავლას და ცურის მერე ვარჯიშის მერე ეგრევე გაკვეთილები მქონდა ხოლმე და მეცადინეობდი სულ, მაგრამ ახერხებდი მაინც ერთმანეთს უთავსებდი რაღაცნაირად. რადგან ეს კითხვა დაისვა, საინტერესო კითხვა იყო, თამაშები, ოლიმპიური თამაშები ალბათ ემთხვევა გამოცდებს, ხო, მის სიყრმ გამოცდებს. თუ სხვა დროს აი როგორ აპირებ ხა დაუშვათ ესეთ საინტერესო ალბათ ბევრი სპორტსმენი არის, ვისაც ხა ლიცენზია არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ემთხვევა ხოლმე ესეთ სერიოზული ოლიმპიური თამაშებზე მეტი აღარაფერი აღარ არსებობს, ხო? და რას აპირებ აი გამოცდები ემთხვევა, მაგრამ წელს ეროვნულ გამოცდებს ვერ ვაბარებ ამ მიზეზის გამო და თან საქართველოში ჩაბარებასაც ისე ჯერ არ გეგმა მინდა რომ საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა და მომზადები ინგლისურის სასაბარებლად და რაღაც რომ მინდა წესით ამერიკაში გაგრძელება. ასე რომ მე მგონი შეკითხვას სრულად გაეცი პასუხი საომროლო გეგმებიც გაითვალისწინე. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, შეგიძლიათ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 221-21-31. თუ არ შევხვდები, კიდევ ერთი ტელემაყურებელი გვყავს, მოგესალმებით საღამოშიდობის. გამარჯობათ. გამარჯობათ. აი გამარჯვება მიცნობს, პირველ რიგში მინდა მივულოთ ესეთი წარმატებები, პირადადაც კი მივულოთ, მაგრამ ეხლა ეთერში მინდა მივულოთ, რომ ყოველივე საუკეთესო უსურვა და იცის, მაგან რო არის ჩემი საამაყო მოსწავლე. დიდი მადლობა. მადლობთ ზარებისთვის, როგორც ხედავ, ირაკლი ბევრი გულშემატკივარი ყავს, ბევრი ელის შენგან ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე გამოსვლას. ჩვენ ამის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ. ზურა, თქვენთან შეკითხვა სულ მესმოდა ამ პერიოდში, რომ ყარდებოდა რეკორდები საქართველოს ჩემპიონატის, რამდენიმე შედეგი გაუმჯობეს და თქვათ, რა შედეგები გაუმჯობესდა ამ სეზონზე, ესე რომ ვთქვათ და
აი რა ხდება ცურვაში ზოგადად დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში რა მდგომარეობაა სპორტის სამსახეობაში? წელს მინდა გითხრათ რომ დაგვეხმარა სპორტის სამინისტრო ოლიმპიური კომიტეტი იმისათვის რომ პირობები გაგვიუმჯობესდეს მოცურავეებს უფრო მეტი გასვლა ქონოდა საზღვარგარეთ შეჯიბრებებში მიგვიღო მონაწილეობა, ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი სპონსორის, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, მაქსიმალი გახლავთ ჩვენი სპონსორი, რომელმაც დააფინანსა ჩვენი სპორტსმენები რამოდენიმე შეჯიბრებებზე. 3 გასვლითი შეჯიბრება გაგვიკეთა და 3 შიდა შეჯიბრებას გვიკეთებს კიდევ საქართველოში, რომელიც უნდა ჩავატაროთ. ეს პირობები, ყველაფერი, რომელიც გვაქვს ჩვენ დღესდღეობით, გვაძლევს იმის საშუალებას და იმედს, რომ უფრო და უფრო გაუმჯობესდება შედეგები ცურვაში და უკვე გვაქვს ძალიან ბევრი ახალი საქართველოს რეკორდი წელს, რომ 100 თავისუფალ ყაიდაზე დამყარდა ეს საქართველოს რეკორდი 100 ბრაზზე, 200 კომპლექსზე, 400 კომპლექსზე, 200 თავისუფალ ყაიდაზე, 100 ბატერფლაიზე, ანუ ეს რიგი რეკორდების არ შეწყვეტილა არც ერთ შეჯიბრებებზე, ანუ სულ უფრო წინ და წინ მივდივართ ყველა შეჯიბრებებზე. და თქვათ ამ ყოველებას თქვენ თავისი ასე თქვათ ანუ პირობები გაუმჯობესდა, ბევრ რამ შეიცვალა უკეთესობისკენ ზოგადად ალბათ ხო სიტუაცია და თავის ყველაფერმა გამოიწვია ის რომ ცურვაში შეიძლება ითქვას რომ ბევრი კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდობა ჩაერთო, გაჩნდა საცურაო აუზები, იყო თორსაგანო პრობლემა იყო თქვენთვის ხო ალბათ ეს ყველაფერი. თავისთავად იყო დრო, როდესაც საერთოდ წყალი არ გქონდა საცურაო აუზზე, არ იყო გაზი, უბრალოდ ვერ ათბობდნენ საცურაო აუზს. ძალიან რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ეხლა უფრო შეიცვალა თავისთავად პირობები, გვაქვს უკვე ბევრი ახალი საცურაო აუზი, ბევრი ახალი ბავშვი, რომლებიც არის ძალიან ნიჭიერი დღესდღეობით და რომელსაც ასევე ძალიან კარგი მომავალი აქვს, როგორც ირაკლის. ეგ არის და ასე რომ ცურვაში ყველაფერი ასე თქვა წინ და წინ მიდის, აი ჩვენ ხედავთ თუ აშვები ეს არის სწორედ მაქსიმალის თასის გათამაშების კადრები. მოდი ამ ტურნირზე რო ვთქვათ, ეს იყო 3 დღიანი თუ არ ვცდები ტურნირი და სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა და მათ შორის იყო ის ასაკიც, რომელიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 2015 წელს, რომელიც ჩატარდება და გარდა ამისა ასევე ირაკლიმაც გაცურა ამ ტურნირზე, იქ სხვა მოცურავეებიც გამოვიდნენ, იგივე ირაკლი რევიშვილი, რომელიც პეკინის ოლიმპიურ თამაშების მონაწილე გახლდათ და მოდით აი რო ვთქვათ, უკვე უშუალოდ ირაკლი რო ვთქვათ ვარჯიშებზე, როგორ ვარჯიშობ პირადად შენ, აი როგორია მაგალითად შენთვის შეულებრივი დღე რომ გვიყვე? ჩემთვის დღე იწყება დილის 6 საათზე, ვიღვიძებ დილის 6 საათზე. მაგ 7-ზე უკვე წყალში ვარ და ვიწყებ ვარჯიშს, საკმაოდ დიდი დატვირთვები მაქვს, 9 ავდივართ ხოლმე 6 კილომეტრამდე, 7-მდე შეიძლება ავიდეთ ხოლმე. 9-მდე 10 წუთებამდე ვარჯიშობთ ხოლმე. მე ამოდივართ სახლში, მივიდივართ, ვისვენებ და მე შუადღეს ისე ვარჯიში გვაქვს ჯერ ტრენაჟორებზე დარბაზში რაღაცებს ვაკეთებ, ფიზიკური დატვირთვა, დიდი დოზით ასე ვთქვათ, და შემდეგ დარბაზის მერე ისევ წყალში 6-7 კილომეტრს კიდევ ვცურავთ ხოლმე და მე ისე სახლში მოვდივარ, ვისვენებ, საკმაოდ რთული რეჟიმი მაქვს, იმიტომ რომ ამდენი ვარჯიშის მერე დასვენება არის საჭირო აუცილებელია რომ დაიძინო ადრე, რომ დილის 6 საათზე უკვე გამოძინება გაიღვიძო და ვარჯიშის თავი ჰქონდეს და ყველა ძალიან ძნელი არის ცოტა ეგეთი რეჟიმების დაცვა თან. ანუ ყოველდღიურად დილის 6 საათზე გიწევს ფეხზე დგომა და ნიშნავს იმას სპორტული რეჟიმი შენთვის არის აბსოლუტურად ისეთი რამ რომ მას არ არღვევ არასოდეს და ანუ პატარა დარღვევაც კი ალბათ გამოიწევს შედეგში ალბათ რაღაც პატარა ნიუანსების დაკლებას. შეიძლება ფობიდან ამოვარდნას იყოს რაღაცნაირად. 12 წლიდან საერთოდ უკვე ესეთ რეჟიმში ვარ და ცოტა მივეჩვი. კი, აი საინტერესოა, რამდენი წელი იყავი, როდესაც დაიწყე ცურვაზე სიარული და თქვათ აი როდის შეატყო საკუთარ თავს, რომ უკვე შეგიძლია სერიოზულ დონეზე გამოსვლა, ტურნირებზე გამოსვლა და შედეგიც პირველი შედეგი სერიოზული რომელი ქონდა. საერთოდ ცურვა დავიწყე 6 წლიდან ბავშვობიდან, ანუ ცურავდი სულ ხანსა დავდიოდი, ხანსა ანუ
რას წყალი მიყვარდა ბავშვობიდან, ანუ სუცურავდი ზღვაზეც, ბასეინებზე სუდავდიოდი და ისე 11 წლიდან უკვე გადავწყვეტე რომ მინდოდა სერიოზულად მევარჯიშა და წავსულიყავი დიდ სპორტში უკვე. და მივედი ჩემ პირა ტრენერთან ირამ ინჟულინასთან და ირამ ინჟულინამ შევამოწმა და მიმიღო თავიდან მასწავლა ცურვა და ასე შემდეგ. ასე რომ თავი ყველაფერი წინ გაქვს ძალიან ახალგაზრდა სპორტსმენი ხარ, ტელემოყურებელს შევახსენებთ ირაკლი ბოლქვაძე, გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი, მის გარდა ასევე დღეს ჩვენ ვისაუბრებით ნაკრების თავმჯდომარეს ზურაბ ხომასუძის, ასევე ჩვენ შევხვდებით ირინა მინჟულინას ჩვენს შემდგომ ბლოგში. მცირე პაუზა ჩვენს გადაცემაში და გავაგრძელებთ გადაცემას რეკლამის შემდეგ. გრძელდება ჩვენი გადაცემა, შეგახსენებთ თქვენ უყურებთ ტელეპროექტს გზა ლონდონისკენ, რომელიც გახლავთ საერთო პროექტი სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტელეკომპანიების მზის და პიკის, ასევე ოლიმპიური კომიტეტის და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ცურვაზე, მოგეხსენებათ, ყავს ირაკლი ბოლქვაძე, ლიცენზიანტი ცურვაში, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ, მასთან ერთად ჩვენი სტუმრები არიან ასევე ზურაბ ხომასუძე, ნაკრების თავარი მწვრთნელი და ქალბატონი ირამ ინჟულინა, რომელიც შემდგომ ბლოგში შემოგვიერთდება და თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 2-21-21-31 დასვათ შეკითხვა ირაკლის, უსურვოთ მას წარმატება, როგორც იყო წინაზარის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ირაკლი, რაც შეეხება, აი საუბარი იყო იმაზე, რომ პირობები გაუმჯობეს და პირადად შენ როგორც მოცურავეს, როგორ შეგეხო ეს ყველაფერი, ამდენად თვლი რომ უკეთეს პირობებია დღეს ცურვაში საქართველოში და თქვათ კიდევ რას ისურვებდი რომ იყოს დღეს ჩვენს ქვეყანაში. წელს საგრძნობად გაიზარდა ჩვენი შეჯიბრებები, რაშიც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ჩვენ სპონსორს მაქსიმალს, რაშიც გვეხმარებოდა ოლიმპიური კომიტეტიც და სპორტის სამინისტროც. ქონდა ბევრი შეჯიბრებები გასვლითი, რაშიც ყოველ შეჯიბრზე ვაუმჯობესებდით ყველა ვინც წასულები ვიყავით შედეგებს. უახლოვდებოდით ლიცენზიებს, ვინც მე და ირაკლი რევიშვილი ვემზადებოდით ლიცენზიის გასაკეთებლად და ირაკლი რევიშვილს დააკლდა 2 მეათედი ზუსტად ოლიმპიურ ლიცენზიამდე. ხა თურქეთში იყვნენ რაღაც შეჯიბრზე. დიდი მადლობა მინდა ზურას გადაუხადო იმისთვის, რომ ჩვენი სპონსორი იშოვა ჩვენთვის და შეჯიბრებები დააფინანსებინა და რაღაც შეკრებებიც გქონდა, რაღაც უკრაინაში ერთკვირიანი და ყველას ვინც კი გვერდში გვიდგას და ვისურვებდი რომ კიდევ უფრო წინ და წინ წასულიყოს ცურვა და უფრო ახალი თაობა გამოჩნდეს, ვინებიც მომავალში 2015 წლისთვის მოემზადებიან და რაღაც სერიოზულ შედეგებს ანახებენ საქართველოში და რავი გამიხარდება თუ ისეთი თაობა წამოვა, რომ კიდე იამაყონ საქართველოსმა და ჩვენც ვიამაყოთ მაგათი. ძალიან კარგი, ამის იმედი ბუნებრივია, ყველას ექნება. თუმცა აი ძალიან საინტერესო არის ასევე პირადად ჩვენთვის რას ნიშნავს ოლიმპიური თამაშები. ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოგიწევს ლონდონში გამოსვლა, ალბათ ბევრი ცურვაში მყოფ ძალიან ბევრ სუპერვარსკვლავს პირადად შეხვდები. ალბათ რამდენი მათგანთან ერთად აუზეც მოგიწევს პაექრობა, ასე თქვა და რას ნიშნავს ოლიმპიური თამაშები, რას ელიპირადად შენ ოლიმპიური თამაშებისგან, რომელიც ლონდონში 27 ივლისს გაიხსნება ოფიციალურად. ოლიმპიადაზე მე ჩემ შედეგს თუ გავაუმჯობესებ, დავამყარებ ახალ რეკორდს საქართველოსას, ვიქნები კმაყოფილი. იქ ვიცურავებთ, რა თქმა უნდა, დიდ სპორტსმენებთან ერთად, რომლებიც არიან აგრეთვე ორას ბრასში იაპონელი კიტაჯიმა, უნგრელი დანიელ გიურტა, რომლებიც არიან 200 ჩემ დისტანციაში ჩემპიონები. წინა ოლიმპიადაზე ამ იაპონელმა კიტაჯიმამ მოიგო. წინა 2004-ში მაქან მოიგო და ძალიან სერიოზული სპორტსმენები იქნებიან, არა მარტო ეგენი იქნებიან, კიდევ აი ფელპსიც იქნება, ლოხტეც და ნუ ყველა ვინც კი გაგიგიათ და გსმენიათ ყველა სპორტსმენი იქნება და ძალიან დიდი პატივი იქნება. კი, ფელპსი კიდე აპირებს. გამოსვლას და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის მაგათთან ერთად ცურვა. ვისღა დაგვრჩენია წარმატება გისურვოთ, როდის ასპარეზობ 31 ივლისს. არის ჩემი გამოსვლა. ასე რომ ბუნებრივია გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს განსაკუთრებით
აი ამ დღეს, ვისაც სურვა უყვარს, ვისაც ქართული სპორტი იყოს, რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი და ბუნებრივია რჩება ძალიან ცოტა დრო. აი ბელგიაში მიდიხარ სულმალე იუნიორთა ჩემპიონატზე ევროპის აიქ როგორ კონკურენციასელი პირადად შენ და ვინ არიან შენ თავარი კონკურენტები ამ შემთხვევაში? იქ ძალიან სერიოზული კონკურენცია არის, მოგეხსენებათ ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნები იქნებიან იქ. ჩემთვის პირადად მოწინააღმდეგეები, ბევრი მოწინააღმდეგე მყავს იქ. ნახევარფინალი მაქვს წინ გასავლელი და ფინალშიც უნდა მოხვდე წესით. იმისთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები დავამარცხო და ფინალში მოხვდე. ძალიან გამიხარდება და ყველაფერს გავაკეთებ თავს არ დავზოგავ. ძალიან კარგი, ესეთი განწყობით რომ ხარ. თორშტები ყავს ტელემაყურებელი, მოგესალმებით საღამოშვიდობის. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ასაკუთრებით ირაკლის. მინდა ეგეთ შეკითხვა დავუსვა ირაკლის. აი ეს პირობები რა პირობებშიც უბრალოდ უხდებოდა ვარჯიში და მომზადება. არის საკმარისი რომ უფრო უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ და მეორე ასევე შეკითხვა აი ესეთი პირობები რო გქონდეს მომზადებისთვის როგორც იაპონელ, უნგრელ და ამერიკელ სპორტსმენებს აქვს, მაშინ რა შედეგებზე გავიდოდით? ეხლა რა პირობებიც გვაქვს, ჯერჯერობით საქართველოსთვის კაი პირობები არის, ეხლა ვერ შევედრებით რა თქმა უნდა იაპონელების პირობებს. ეგეთი პირობები რო გქონდეს, რა თქმა უნდა უფრო წინ წავიდოდა ჩვენი შედეგები რაღაც ცურვაში, პირადად ანუ ცურვა არის ესეთი სპორტი, რაშიც ანუ მეცნიერება არის ჩართული და მედიცინა და ანუ ეგეთი სპორტი არის რა და რაც საქართველოში სამწუხაროდ ჯერ მედიცინა არ არის, სპორტული მედიცინა ცურვაში არ არის განვითარებული და ძირითადად 50% ცურვაში მაღაზია არის დამოკიდებული და იაპონელებს და ამერიკელებს და ეგეთ წამყვან ქვეყნებს ეგ პირობები აქვს და კიდე ეხა იმათ ვერ შევედრებით ვერანაირად, მაგრამ ალბათ მალე გვექნება ეგეთი პირობებიც. ფაქტია რომ უკეთესობა შეინიშნება და არის კიდეც წინ ვიდივართ. სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი, ასევე პირადი სპონსორი ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის ყველანი ერთად რომ აი ამ სახეობაში ძალიან ლამაზ სახეობა არის ცურვა და ასევე ასე ვთქვათ ბევრ რამეს უწყობს ხელს ზოგადად ადამიანისთვის განვითარებისთვის კეთდება ბევრი რამ და ამ ყველაფერს შედეგიც მოაქვს. ძალიან კარგი. ზურა, არ შეიძლება არ კითხო აი წინა წლების ვთქვათ გავიხსენოთ აი ეს პერიოდი, როდესაც შენ დაფარე ძალიან სერიოზული დისტანციები და რეკორდებიც დამყარდა, ეს 2006 და 8-ში თუ არ ვშტები. აი ამაზე რომ ვისაუბროთ, თუ არ ვშტები, დისტანცია იყო ძალიან შორი, 21 საათი მოგიწია ცურვა. აი როგორ იყო მაშინ, რა იყო ამაზე რომ გაახსენო ტელემაყურებელს, სარწმუნოებრივ რა ახსოვს შენი თავი ტელემაყურებელს. დიახ, მოგახსენებთ 2006 წელს იყო ეს გადაცურვა, ბათუმიდან ფოთში გადავცურეთ. ბათუმიდან ფოთში? დიახ, ესეთი გადაცურვა იყო, აღვადგინეთ ლეგენდა, გაქვთ ნანახი ფილმი მოცურავე, ალბათ. რა თქმა უნდა. და ეს ლეგენდა უბრალოდ გავაცოცხლეთ. გადავცურეთ ეს მანძილი დავფარეთ 17 საათსა და 50 წუთში 60 კილომეტრია სადღაც. და მეორე გადაცურვა იყო რიზედან ჰოფამდე ჩავცურეთ 21 საათში 85 კილომეტრამდე გამოგვივიდა სადღაც მანძილი. ანუ შენ მარტოს მოგიწია ხო? თუ ხო არა, მიცურავ მარტო, უბრალოდ შენთან პერიოდულად ჩამოდიან მოცურავეები, რომ მარტო არ გიწევდეს ცურვა, ანუ რამოდენიმე კილომეტრს ცურავდნენ ისინი ჩემს გვერდით და მე იცვლებოდნენ ხოლმე ერთმანეთში. ფიქრობ ცოტა ხანში ირაკლი გაიმეორებს ჩემ რეკორდს, როცა დაასრულებს თავის საცურავ კარიერას. ზურა ასევე შენ მონაწილე ხარ ოლიმპიური თამაშების და თქვათ რომ გაიხსენო ის პერიოდი, ეს იყო 2004 წელს ხო?
ოლიმპიური თამაშები, ათენის ოლიმპიური თამაშები. მაშინ რა დისტანციაზე მოგიწია გამოსვლა და მაშინ მომიწია 200 მეტრ თავისუფალ ყაიდაზე ცურვა. მაშინ იყო როგორც მოგეხსენება ძალიან ისეთი დრო რომ უბრალოდ გვიწევდა პატარა აუზზე ცურვა 25 მეტრიან აუზზე ცურვა. ზოგჯერ საერთოდ ბავშვთა აუზში ჩავდიოდით, იმიტომ რომ ისეთი არ ქონდა ფიზიკურად სავარჯიშო პირობები არანაირი და მოგეხსენებათ შედეგით შესაბამისად არ იყო ისეთი ძლიერი. ანუ ეს არის 2003 წლებში. მანამდე რაც უფრო უკან მივდივართ, მით უფრო მოგეხსენებათ პირობები არანაირი უარესდებოდი საგზნობლად. ყავს ბავშვები ტელემეყურებელი საღამოშდობის მოგესალმებით. გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა ბატონ ირაკლის მოულოცო ეს წარმატება და ალბათ ერთ-ერთი ოლიმპიერი არის და ამ სურვით სახეობაში და მთელი საქართველოს მხარდაჭერა ექნება. შეკითხვა მაქვს ბატონ ზურაბთან. ბატონო ზურაბ, მაქსიმალისტასი, რომელიც ჩატარდა 2-3 დღის წინ, მაქვს ესეთი შედეგი. ის პატარა ბავშვები, რომლებმაც 2003-იანებმა მცირე შედეგები აჩვენეს, მოხდება მათი მოძიება, თუ უნდა მომართონ საწმოსო ფედერაციას, მათმა მშობლებმა, თუ როგორ იქნება ამ ბავშვების ბედი. რა თქმა უნდა, ეს შედეგები დიდი არ არის, მაგრამ მათი мотиваციისათვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ამ ბავშვების მხარდაჭერა და რამენაირად შეფასება ან თვალის დადგმა ან კიდე შესაძლებლობის მიცემა, რომ მომავალ ტურნირებში აჩვენონ თავიანთი შედეგები. მადლობა. მადლობა ზარისთვის და მადლობა ითქვის. ანუ როგორი რაღაცა თავისთავად ვინც ამ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, მათი შედეგები დაფასდება და მომავალშიც ექნებათ ყველას იმის საშუალება, რომ აჩვენოს უფრო უკეთესი შედეგი და ჩვეულებრივად თუ არის ეს ბავშვი ოლიმპიური ფესტივალის ასაკი, მას შესაბამისად დავაფასებთ და უფრო უკეთესი პირობები შეექმნება მაგას აქ დავადებულ ბავშვებს და რაც ეხება უფრო პატარა ბავშვებს 7-8 წლის ბავშვებს თავისთავად მათაც ჩვენ ჩვეულებრივად ავარჩევთ როგორც წარმატებული და კარგი სპორტსმენები და მივაქცევთ სათანადო ყურადღებას ყველას. აი როგორც მწვრთნელს ვაგისოთ ესეთი შეკითხვა თქვათ აი ცურვის სახეობებში, თუმცაც პატარა თქვათ ბავშვი გოგონა ბიჭი მოყავთ ცურვაზე მშობლებს, უფრო მეტად რას აქცევთ ხოლმე ყურადღებას, რას ურჩევთ მშობლებს, აი რა შეგიძლიათ თქვათ ურჩიოთ, ვინც აპირებს რომ ბავშვი მოიყვანოს ცურვაზე, ატაროს ცურვაზე და სიტყვაზე ეს არ იყოს ხოლმე გართობა, თქვათ მშობელს აქვს ხოლმე პრეტენზია ყოველთვის სურვილი იმისა, რომ თქვათ მისი შვილი ძლიერი სპორტსმენი გამოდგეს, აი და პირველი ნაბიჯები, თქვათ, როგორი არის ხოლმე ესე დროს მათთვის მის ცურვაზე მოყავთ ადრეულ ასაკში. ჩემი აზრით საერთოდ ყველა ბავშვი აუცილებლად უნდა პირველი ნაბიჯები ზუსტად ცურვიდან უნდა დაიწყონ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ცურვა ყველაფრისთვის კარგია, ჯანმრთელობა პირველ რიგში, საერთოდ განვითარებისთვის უპირველეს ყოვლისა. შეფასებას ასეც უკეთებთ, რომ ყველა მწვრთნელმა პრინციპში უნდა შეძლოს ეს, რომ დაინახოს სპორტსმენს შეუძლია თუ არა, რომ გამოვიდეს ძლიერი სპორტსმენი, ანუ აქვს თუ არა მას ნიჭი, ანუ კარგად წევს წყალზე, ის მჩატეა წყალზე თუ არა და აღნაგობა თავისთავად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა შეაფასოს სპორტსმენი, როგორი აღნაგობა აქვს, არის სურვას იქ თავისი მონაცემები აქვს, ეს არის უნდა გქონდეს აუცილებლად გრძელი ხელები, გრძელი მხრები, გრძელი ტანი და სიმაღლე, ესეთი რაღაც ისენი აქვს. არა, თავისთავად არის რაღაც სტილი, სადაც სიმაღლეს ისეთი დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის უფრო ჭარბობს ბატერფლაიში და ბრასით ცურვაში. თუნდაც აი ირაკლი მახსენა კიტაჯიმა ძალიან დაბალია ისა სიმაღლით, მაგრამ ნუ რა ძალიან ბევრი სოფლიო რეკორდია გამ სპორტსმენს და არა მარტო მას. ეს ბრასში ხო? ანუ დიახ, ბრასში და ბატერფლაიშიც ყავდა ანალოგიური ესე მოცურავეები საკმაოდ ძლიერი. ზურაბ, რაც შეეხება შენ რამდენი წლის წინ მარათონში მიიღება მონაწილეობა, გადაცურე, ასე ვთქვათ, დისტანციები დაფარეთ და დღეს მოგიწია გამოსვლა, მოდი ამაზეც ვისაუბროთ, რა კიღა ეს თემაც, ასე ვთქვათ, ეხმიანება ზოგადად ოლიმპიურ მოძრაობას საქართველოში და მონაწილეობა მიიღე შენ ამ ყველაფერში. დღეს გაიმართა
ანუ დაწყებული არის ოლიმპიური კვირეული ზოგადად საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და თბილისში გაიმართა ამ კვირეულის ეგიდით ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩატარდა ასევე ახალი თბილისის ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს პრეზენტაცია და მოიწყო მარათონი ნახოთ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში აბა მოგესალმებით 8 ქვეყნის 4000-მდე ახალგაზრდა საუკეთესო სპორტსმენი სახედიდან შორს გვეჩვენება, მაგრამ დრო სწრაფად გაივლის. რაფაელ ჩიმიშკიანი გახლავთ ახალი ლოგოს პრეზენტაცია 2015 წლის ფესტივალის. ყველაფერი მიდის იმ გეგმის მიხედვით, რა გეგმა დამტკიცდა ბოლო ინსპექციის დროს, რომელიც ჩვენთან ჩამოსულები იყვნენ ინსპექტორები ევროპის ოლიმპიური კომიტეტიდან. შესრულებულია სამუშაოები საპროექტო ახალი ლოგო ძალიან მოეწონათ ჩვენ ინსპექტორებს თანამშრომლობა მიმდინარეობს სხვა საკითხებზე. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ახალი ლოგო თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის და სწორედ ამ ლოგოს პრეზენტაცია გვექნება საკმაოდ ორიგინალური ხერხით. ხოლო იქიდან გამომდინარე 23 იყო ოლიმპიზმის დღე საერთაშორისო დღე ჩვენ ამ დღესთან დაკავშირებით გავაკეთებთ გარბენს თავის ფირმის მოედნამდე და მიიღებს დაახლოებით 2000 ახალგაზრდა ბავშვი მონაწილეობას ამ გარბენში. ფაქტობრივად ეს არის პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელთაც ვიწყებთ თბილისი 2015-ზე. უკვე 500-600 ბავშვამდე არის და ესეც ღონისძიებებს თბილისელები უნდა შეეჩვენენ, იმიტომ რომ ძალიან მასიური ღონისძიებები არის დაგეგმილი ბუნებრივია შემდეგი 3 წლის განმავლობაში. აპოთეოზი რა თქმა უნდა გახსნა იქნება, მაგრამ უკვე ჩვენ ნელ-ნელა მივართ ესეთი ღონისძიებებით ამ დიდ გრანდიოზულ სანახაობამდე. ასე რომ ყველა სულოცავთ დღევანდელ დღეს, ეს არის ფაქტობრივად სტარტი თბილისი 2015-ზე. დღეს ოლიმპიური დღე არის და ამიტომ განსაკუთრებით აღნიშნავთ იმ წარმატებას, რომელიც თბილისმა მოიპოვა გასულ წელს ნოემბერში, იცით რომ თბილისი გახდა მასპინძელი ქალაქი 2015 წლის ახალგაზრდული ევროპული ფესტივალის, ოლიმპიური ფესტივალის. ეს ძალიან დიდი წარმატება, ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ღონისძიება თავისი არსით აი ოლიმპიადას, რომელიც ახლა მაგალითად ლონდონში იმართება, რანგით იმის ქვემოთ არის, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ეს ბუნებრივია ერთის მხრივ ემსახურება ჩვენი ახალი თაობის სპორტსმენების გაზრდას, იმიტომ რომ 9 სახეობაში ჩვენ უკვე დავიწყეთ მომზადება სხვადასხვა პატარა ასაკობრივი ჯგუფებიდან, რომ არა მარტო მასპინძელი იყოთ, არამედ გამარჯვებულებიც. ამავდროულად ეს არის დამატებითი სტიმული ახალგაზრდობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად და რა თქმა უნდა ეს არის კარგი საშუალება ჩვენი ქალაქისთვის, ქალაქის ბრენდირებისთვის, იმისათვის რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, იმისათვის რომ მეტი ვიზიტორი იყოს, რაც თავისთავად ნიშნავს ქალაქის ინფრასტრუქტურის და ქალაქში შემოსავლების გაზრდას და ბუნებრივია ეს თვითონ ჩვენს თანამოქალაქეზე თუნდაც დასაქმების კუთხით ან შემოსავლების კუთხით აისახება. ეს რაც შეეხებოდა დღევანდელი დღის კადრები ვნახეთ ეთერში, ეს ყველაფერი მკეთება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზღაპროფნა იყოს თბილისში, როგორც ისეთ გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ეს იქნება 2015 წელს და აი ამ 9 სახეობა იქნება სულ და მათ შორის არის ერთ-ერთი ცურვაც ბუნებრივია. ზურა საინტერესოა, როგორ მიდის მზადება და უშუალოდ აი ამ ასაკის ბავშვები რატომ ტურნირებზე დადიან უკვე და უშუალოდ წვრთნა აქვს ცალკე მათ აი ამ მიმართულებით თუ აი ამ ხრივ როგორ ამზადებთ ბავშვებს თბილისის ფესტივალისთვის, ოლიმპიური თამაშებისთვის. წელს უკვე ჩვენ დავიწყეთ სელექცია ასაკის ბავშვების, სადღაც 150 სპორტსმენი იყო, სადაც ავარჩიეთ საუკეთესო 16 სპორტსმენი და ეს 16 სპორტსმენი უკვე გაემგზავრა უკრაინის ჩემპიონატზე, ასევე აზერბაიჯანში მიიღეს მათ მონაწილეობა და ასევე მომავალშიც ექნებათ ძალიან გავლითი ბევრი სტარტები ექნებათ მათ. ფიქრობ, რომ ეს ასაკი ყურადღების ცენტრშია დღესდღეობით. ანუ ეხლა რა ასაკის არიან ეს ბავშვები? ესენი არიან ალბათ 12-13 თუ პატარა 12-13 წლის დიახ. კი, ანუ მათ
ჩვენერი შანსი გაუჩნდათ იმისა, რომ ესეთ მნიშვნელოვან, ესეთ სერიოზულ ტურნირზე, როგორც არის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, თბილისში მიიღო მონაწილეობა და ზუსტად აი ამ ასაკმა მიიღო ამ გარბენში მონაწილეობა. მე ძალიან მიხარია მივესალმები მსგავს ღონისძიებებს და მინდა რომ უფრო ხშირად ტარდებოდეს საქართველოში მსგავსი. აი თქვათ როგორ ფიქრობ პირადად შენთვის მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა რამდენად დიდი სტიმულის მიმცემი არის ზოგადად ბავშვებისთვის და თავად თუ მიგიღია ანალოგიურ მარათონში მონაწილეობა მანამდე დღევანდელ დღემდე ან მსგავსი გარბენი ჰქონდა ჩვენს რამოდენიმე თვის წინ ჩვენ ვირბინეთ მსგავსი მანძილი იყო დასაფარი ფიქრობ ძალიან ისეთი საინტერესო და სახალისო გარბენი იყო ძალიან კარგი ძალიან საინტერესო არის ჩვენ გვჩება რა თქმა უნდა საუბრობთ რომ ბუნებრივია ვისაუბრებთ ირაკლის პირადი მწვრთნელთან ქალბატონ ირამ ინჟულინასთან მცირე რეკლამის შემდეგ გელდება ჩვენი გადაცემა მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ საუბრობთ ცურვაზე და გვყავს ოლიმპიელი ლიცენზიანტი სტუმრად ირაკლი ბოლქვაძე რომელიც ლონდონში დაიცავს საქართველოს ღირსებას და გაცურავს 200 მეტრი ბრასით ასე ვთქვათ აი ამ დისტანციას და ძალიან კარგია რომ ცურვაში საქართველოს ეყოლება წარმომადგენელი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე რაც შეეხება ირაკლის პირად მწვრთნელს ქალბატონი ირინა მენჟულინამ სურს წარმოგიდგინოთ, რომელიც გახლავთ ირაკლის პირადი მწვრთნელი, ძალიან საინტერესოა ასეთ დროს პირად მწვრთნელთან საუბარი, თქვათ მისი შეფასება, იმიტომ რომ პირადი მწვრთნელი მაინც უფრო ალბათ სხვა კუთხით ხედავს საკუთარი მოსწავლის შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ და სიტყვა თქვენია ამ შემთხვევაში როგორ აფასებთ როგორ მოვიდა ირაკლი აქამდე მოთ ესე ვთქვათ აი ამ დღემდე რომ მან მოახერხა და აიღო ლიცენზია ოლიმპიური თამაშების რაც აქამდე ეს ვთქვათ რიგი მიზეზების გამო რთული იყო ხოლმე ყოველთვის როგორ მოვიდა აქამდე ირაკლი და ვთქვათ აი რა არის მისი როგორც მოცურავის პლუსები თქვენი აზრით მოგესალმებით მე მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როცა ირაკლი 11 წლის ასაკში პირველად მომიყვანეს. მინდა ავღნიშნო, საცურაო აუში ჩავიყვანე ირაკლი. ფაქტიურად ირაკლი მცურვა არ იცოდა, მაგრამ მე ვიყავი დავრჩი მომხიბლული იმითი, რომ ირაკლის ჰქონდა არაჩვეულებრივი ტივტივად უნარიანობა და ისეთი მოქნილი იყო, რომ ესე იგი ფაქტიურად სახსრები ჰქონდა, როგორც რეზინა. რო გამოვედი მშობელთან, მე ვთხარი იცით რა ბავშვმა ცურვა არ იცის, მაგრამ კაი მასალაა. აქვს მონაცემები ძალიან კარგი. ეგ სიტყვა გამოვიყენე, აქ არის კაი მასალა. ვასწავლეთ ირაკლის ცურვას, სხვადასხვა ბავშვობიდან ეთყობოდა ბავშვს, რომ ძალიან მონდომებულია და ძალიან უყვარს ცურვა. ყოველთვის პატარა ასაკში შეჯიბრებაზე რო გამოდიოდა, ყოველთვის ჰქონდა იმის მისწრაფება, რომ მოიგოს და იყოს საუკეთესო. ერთი პერიოდი იყო ცოტა ჩაგდება, ერთ წელს ირაკლი იყო ძალიან ვირუსი ჰქონდა და ძალიან გაურთულდა. იმ წელს ირაკლიმ ვერანაირად შედეგები თავისი ვერ გააუმჯობესა, ხოლო იმის მერე შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე აუმჯობესებს შედეგებს. მე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ირაკლი არის უნივერსალური სპორტსმენი, იმიტომ რომ გარდა 200 მეტრი ბრასით ცურვის, ირაკლი ცურავს 200 მეტრ კომპლექსურ ცურვას და 400 მეტრ კომპლექსურ ცურვას. სხვადასხვა იმავე დებრეცენში ევროპის ჩემპიონატზე. ეს უნგრეთში ხო? დიახ. 200 კომპლექსზეც სულ ცოტა დააკლდა მაგას ლიცენზიამდე. ანუ 400 ცოტა რთული დისტანცია, იმიტომ რომ ირაკლი ჯერ ასაკით არის პატარა. მაგრამ 200 კომპლექსზე შეეძლო ამას ლიცენზიის გაკეთება. ანუ კომპლექსი მე მინდა მაყურებელს მოახსენო, არის 4-ვე ყაიდა, ანუ იწყება ბატერფლაით, მერე გულაღმა ცურვა, ბრასი და კროლი. ანუ აქედან გამომდინარე, შემიძლია გავაკეთო რეზუმე, რომ ირაკლი არის უნივერსალური სპორტსმენი. და ანუ მას თქვათ გარდა ბრასში აიღო ლიცენზია, თუმცა ასევე კარგად გამოსდის სხვა დისციპლინებში ცურვისა, როგორც ახსენეთ თქვენ ბატერფლაი, კროლი, გულაღმა. და რაც მთავარია, მებრძოლია შარშან ჩვენ ბელორუსიაში რო ვიყავით, ეს იყო ჩვენი ესეთი დიჩეჯიბზე, ნუ ესეთი პირველი გასვლა შარშან და ირაკლი მოხვდა ფინალში. მოხვდა ფინალში და ფინალიდან გამოაგდო ძალიან ცნობილი მოცურავეები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. და ფინალის წინ სტარტზე რო გადიოდა, მე უთხარი ორი სიტყვით, ირაკლი, აი წარმოიდგინე, რომ ახალგაზრდულ ევროპაზე
ხარ ფინალში ხარ მოხვედრილი და ერთი შანსი გაქვს, რომ მედალი მოიპოვო. მან ხდებოდა სასწაული 5 მეტრით ადრე გაცურვის დამთავრებამდე, ვერავინ ვერ გამოიცნობდა ვერც ერთი პროფესიონალი, ვინ დაადებდა ხელს კედელს პირველი, ვინ მეორე, ვინ მესამე და ამასობაში მესამე დაადო ხელი კედელს ირაკლიმ. ანუ ძალიან მებრძოლია. მაგისთვის აი სტარტზე რო დგას, ანუ ერთი სურვილია, გაიხლას რო ლაპარაკობს ევროპის ფინალში, აუცილებლად უნდა მოხდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ გაცურვაში და მე იქ თუ მოხვდა, მე ირაკლი მიცის. ასე რომ მე მგონი დახასიათება პირადი მწვრთნელისგან ძალიან მაღალი და მე მინდა აღვნიშნო კიდე ოჯახისგან ძალიან დიდი ხელშეწყობაა. იცით, ერთი პერიოდი გერმანიაში ვსწავლობდი მე და იქ ძალიან ისეთი ცნობილი პროფესორი იყო, ის გვასწავლიდა სპეციალობაში და იმ კაცმა ერთ-ერთ ლექციაზე განიხილა სამკუთხედი რას ნიშნავს მწვრთნელი, სპორტსმენი და მშობელი. თუ ეს სამკუთხედი არის შეკრული, აი მაგ დროს არის შედეგი. გასაგებია. თუ ამ სამკუთხედის ნებისმიერი ნაწილი არ თანამშრომლობს, ესე იგი დიდ შედეგს ვერ მიაღწევს ფაქტიურად ვერავინ. კი, ეს მნიშვნელოვანია მართლაც. ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ალბათ ვთქვათ, ხანდახან არის ხოლმე, რომ მშობელი ბუნებრივია ხომ საკუთარი შვილი, ყველას საკუთარ თავზე მეტად ასე ვთქვათ, ყველას ძალიან უყვარს საკუთარი შვილი და ყველას გონია ხოლმე, რომ მისი არის, მისი შვილია უკეთესი და ვთქვათ, მაგრამ ალბათ ძალიან ისეთ ჩარევაც სიტყვაზე არ არის ხოლმე აუცილებელი ესე დროს. არა, ჩარევაზე არ არის, ლაპარაკერი ხელშეწყობაზე. ხელშეწყობა რა თქმა უნდა. ანუ აი ამ სამკუთხედის სამივე ნაწილი უნდა კონდეთ ურთიერთგაგება ერთმანეთში. ეს თავისთავად ორი აზრი ამაზე არ არსებობს. ირაკლი, შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია, რაც ახლა პირადი მწვრთნელი საუბრობს, ოჯახის მხარდაჭერა. ალბათ ძალიან ბევრი თვითონ ახსენე, რომ თავიდან თქვი და უფრო მეტი რო ვისაუბრო ამის შესახებ. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ოჯახიდან ხელშეწყობა. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როცა ბასეინზე არ ვარ და როცა სახლში ვარ, მაგ დროს თავზე მევლებიან ხან რას მიკეთებენ ხან რას, ანუ ყველანაირად გვერდში მიდგან, ანუ როცა ბასეინზე ვარ, ჩემი მშობელი არის ღალატონე ირა. როცა სახლში ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რაღაც რეჟიმები რო არ დამერღვეს, რაღაც დროზე ცოტა რაღაც დროს არ გადავაცილო და ვიძინო ადრე, ყვება, რა თქმა უნდა, რაღაც რეჟიმში დროზე ადრე რაღაცები და ყველაფერში მეხმარებიან იმისთვის, რომ ჩემი შედეგი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს და თან თანამშრომლობენ, თან ყოველდღიურად ნახულობენ ერთმანეთსაც ტელეფონითაც და თანამშრომლობენ მიგრამასწავლებელი და ჩემი მშობლები. ანუ ყავს თქვათ რამდენიმე მწვრთნელი შეიძლება ითქვას და ეს ამ შემთხვევაში მხოლოდ კარგია, იმიტომ რომ ყველა თითოეული მათგანი ის უბრალოდ ისე ვამბობთ რამდენიმე მწვრთნელი თითოეული მათგანი ცდილობს იმას, რომ შენთვის მაქსიმალურად ყველაფერი კარგად იყოს, პირობები გქონდეს იმისთვის, რომ იფიქრო ცურვაზე მხოლოდ და იფიქრო მაღალ შედეგზე სპორტში. ქალბატონო ირა, აი რაც შეეხება იუნიორთა ჩემპიონატი ბელგიაში, რომელიც უნდა გაიმართოს, თქვათ აი როგორ ფიქრობთ იქ კიდევ მომატება შეუძლია თუ არა ირაკლის და ეს ტურნირი გამოდგება თუ არა იმისთვის, რომ მან თქვათ რაღაც კომპონენტში უფრო წინ წაიწიოს ლონდონის შიგამგზავრებამდე. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ და მასეც იქნება. ეხლა 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მისცემს, მაგრამ მე ვფიქრობ და ირაკლი იქ უნდა გაუმჯობესოს თავისი შედეგი 200 მეტრზე ბრასის ცურვაში და ეს იქნება მაგისი ბოლო სტარტი ოლიმპიადის წინ, რა თქმა უნდა, იქიდან რო ჩამოვა, უკვე წავა ძალიან ისეთი ფრთხილი ვარჯიშები, რათა ძალიან გათვლილი, რომ ლონდონში გამოვიდეს უფრო უკეთესად ვიდრე ანტვერპენში და ვიდრე ახლა დებრეცენში. ანტვერპენი ახსენეთ, ეს მანამდე იყო ალბათ. არა, ანტვერპენში არის ევროპის ჩემპიონატი. ბელგიაში, კი. ანუ ესე ვთქვათ, ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ აი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იქნება თუ არა ის შედეგი, რაც სიტყვაზე დღეს აქვს ირაკლის, თუ
აი რამდენი წამით შეიძლება წესით უნდა გააუმჯობესოს. წესით უნდა გააუმჯობესოს. იცით რა, ეხლა ირაკლის აქ ნაჩვენები საკმაოდ ძლიერი შედეგი, იმიტომ რომ 2004 წლის მერე ოლიმპიადაზე შედეგები ძალიან გაგვიძლიერეს და ეს შედეგი არის საკმაოდ სერიოზული შედეგი. და ეხლა ამ შედეგიდან ირაკლიმ 3 და 5 მეათედიც რომ მოუკლოს ამ შედეგს, ეს იქნება დიდი მიღწევა, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერი შედეგია, უფრო ძნელად იკლებ წამებს და წამების მეათედებს და მეასედებს. მეასედებზეა საუბარი, რა თქმა უნდა. მეასედებზეა საუბარი. აი საინტერესოა, თქვა აი როგორ ხდება, ალბათ ირაკლი რთულია ფსიქოლოგიურად, როცა თქვა იცი რომ დისტანცია რომელსაც ცურა, უნდა გაცურო რაღაც 3 მეასედით ფუსტრაფად და იყოს უკეთესი შედეგი. აი როცა ცურავ ასე დროს საინტერესოა აი როგორ ფიქრობ აი რაზე ფიქრობ ხოლმე როდესაც კი აი ეს ფსიქოლოგია რამდენად გიხმარება ამაში და აი ეს მომენტი ცურვაში რამდენად საინტერესოა ამ მნიშვნელოვანი არის შენთვის გაცურვის დროს ანუ ჩვენ როცა სანამ გავცურავთ მაქამდე თუნდა ფსიქოლოგიურად ჩვენი მწვრთნელი გვამზადებს როგორ უნდა გავცროთ რა როგორი სიძლიერით უნდა დავიწყოთ პირველი 50 მეტრი 100 მეტრი როდის უნდა მოუმატოთ დავაკლოთ რაღაც ძალები დავზოგოთ თუ არ დავზოგოთ ყველაფერი და როცა უკვე სტარტზე გავდივართ და ვცურავ მაგ დროს უკვე ყველაფერს ვალაგებთ და ვაანალიზებთ და ისე ვცურავთ რომ ანუ ზუსტად ისე გავაკეთოთ რაც გვითხრეს და რაც ტვინში ჩაგვიდეს რომ ანუ ესე უნდა მოხდეს და რაღაც ანუ აი გრძნობთ მე მგონი ანუ ესე რაღაც წამანს რომ ანუ რომ მიდიხარ ეს მეათედებს ამ როცა მიდიხარ და კარგად თუ მიდიხარ ანუ ეს თუ ცურავ გრძნობ რომ აუმჯობესებ და უფრო კიდე სტიმულიც გეძლევა რომ ანუ შედეგს აუმჯობესებ და მიდიხარ ანუ შეგრძნება თქვა არ იყო სიტყვაზე დაფარე დისტანცია და გრძნობ რომ თქვა წინ უფრო უკეთესად და თქვა რამდენიმე წამის მიასეც იგებ ამ შემთხვევაში რაღაც შეგრძნება არსებობს მეტოქეებს როგორ აკონტროლებ ესე დროს აი რამდენად რთულია ის რომ სამნიშნელოვანი ანუ კონკურენცია როდესაც ვიღაცა მე მაგალითად როცა ვხედავ ჩემ გაცურვაში რომ ვიღაცა ჩემზე წინ არის ანუ იმას მივყვები რომ არ მოვაგებინო ან აი მე დავეწიო გავასწრო და ანუ პირველი არ მიმასწროს ფინიშთან და ანუ ძალიან არის ჩვენი მეტოქეები როდესაც კონკურენცია არ არის უფრო ძნელი არის შედეგი გააუმჯობესო და ანუ იგივეა რომ მარტო იცურავ და ანუ კონკურენცია ძალიან ბევრს ნიშნავს რა თქმა უნდა და ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა სრულდება დღეს ჩვენ ცურვაზე გქონდა საუბარი ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ ირაკლი ბოლქვაძე, ზურაბ ხომასურიძე, ქალბატონი ირამ ინჟულინა, გზა ლონდონისკენ. შენთვის ძალიან საინტერესო სეზონი გამოდგა, ბუნებრივია წლევანდელი სეზონი და აი ეს უბოლოს მოდი გითხარი, რას პირდები გულშემატკივარს, რას პირდები ოჯახს, რას პირდები პირად მშრალს, ნაკრების მშრალს და ქართულ კომაგებს ასე ვთქვათ. ჩემ ყველა გულშემატკივარს პირდები რომ ჩემი შედეგი რა თქმა უნდა გაუმჯობესდება, დამყარდება ახალი საქართველოს რეკორდი. ვიბრძოლებ ყველანაირად ბოლომდე და თავს არ დავზოგავ არანაირად. წარმატებები ხოლმე ყველას დიდი მადლობა გადავხადო, ვინც გვერდში მიდგას და ვინც გულშემატკივრობს. წარმატებები ბუნებრივია, ჩვენ ყავს კიდევ ერთი ტელემეყურებელი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში მოგესალმებით და შემდგომ გამარჯობათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავარი მწვრთნელი და ნაკრების მწვრთნელი ხელს უწყობს ირაკლი ბოლქვაძეს, ოჯახის წევრების, დედას, მამას, ბაბუას და ყველა ძმას, მაგრამ მე მაინტერესებს მეგობრები როგორ უდგან ამ ხარში და ბუნებრივია იქას ალბათ ეყოლებო ბევრი თაყვანისმცემელი გოგოები და აი ესენი როგორ უდგან ამ ხარში და საერთოდ ეხმარება ეს თუ არა მეგობრები და მისი თაყვანისმცემლები კარგი შედეგების მისაღწევად. დიდი მადლობა კითხვისთვის. აბა გვიპასუხე ამ კითხვაზე. მეგობრები, გოგოების და ჩემი მეგობარი ბიჭებიც ყველა გვერდში მიდგას, ყველა მამხნევებს ყოველი შეჯიბრის წინ, გასვლის წინ ანუ ეს გოგოებიც ძალიან ანუ ისე რაღაც ძალიან კარგად იმას დადებითად მოქმედებენ ჩემზე და
ისინიც ანუ ეგუებიან ხოლმე, ანუ მე როცა მაგალითად ვარჯიშიდან მოვდივარ და გარეთ გასვლა არ შემიძლია ჩემ მეგობრებთან ერთად, მათ ესმით, იმიტომ რომ ამ მედი სპორტში ვარ უკვე და ვემზადები ამ ხელა შეჯიბრისთვის ოლიმპიადისთვის და ანუ გვერდში მირეკავენ ხოლმე ხანდახან ჩემთანაც ამოდიან სახლში, ანუ ყველანაირად გვერდში მიდგანან, გულშემატკივრობენ, მამხნევებენ, მაცილებენ ხოლმე ზოგ შეჯიბრებზე, ხვდებიან იქიდან, ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება. არანაკლები მეგობრები როგორც ჩემ მწვრთნელებს და ჩემ მშობლებს და ყველა ძალიან მიყვარს და რა ვიცი, მე რა უნდა თქვა პრინციპში ძალიან კარგი როგორც ხედავ გულშემატკივრობს ძალიან ბევრი ადამიანი ეს გამოჩნდა სატელეფონო ზარებითაც და წარმატებას გისურვებთ იმედია ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მაღალი შედეგი იქნება რა თქმა უნდა სურვაში და ამას ჩვენ ყველაფერს ვნახავთ რა თქმა უნდა მაგრამ ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა შეგახსენებთ გზა ლონდონისკენ გადის პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შევხვდებით ერთმანეთს ხუთშაბათს საღამოს 7 საათზე